სამინისტროს შემოქმედებითი საქართველოსა და ქალაქ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით თენგის ამირეჯიბის სახელობის პიანისტ და ბორჯომის რიგით მე-11 საერთაშორისო კონკურსის დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები, საპატიო დიპლომები და ფულადი პრემიები გადაეცათ. კონსერვატორიის პრიზი შოპენის ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისთვის ქეთევან კადუას მიენიჭა. წლევანდელ კონკურსში ქართველი შემსრულებლების გარდა მონაწილეობდნენ პიანისტები ჩინეთიდან, თურქეთიდან, უზბეკეთიდან, გერმანიიდან, სომხეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. ძალიან მნიშვნელოვანი იყო წლევანდელი კონკურსი, იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი ქვეყნიდან მონაწილეობდნენ, ძალიან ესეთი მრავალფეროვანი კონკურსი იყო. მახარებს ის ფაქტი, რომ აი ამირეჯიბის ფესტივალისა და კონკურსის მიმართ ინტერესი არათუკლებულობს, არამედ იზრდება ყოველი წლის წლების მანძილზე. ძალიან მოხარული ვარ გალა კონცერტით, გამარჯვებულების ბრწყინვალე გამოსვლებით. ეს არის კონკურსი, რომელიც სტარდება ბორჯომში, ესეც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არ არის თბილისში კონცენტრირებული, როგორც ყველაფერი არის და ეს რეგიონების კულტურულ ცხოვრებას ამდიდრებს, ანვითარებს და მნიშვნელობას აძლევს. მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვიმყოფები. ძალიან ბევრი ნიჭიერი პიანისტია. გასაკვირი და სასიხარულოა, რომ ამ პატარა ქვეყანაში, 4 მილიონიან ქვეყანაში, როგორ უწყობს ქვეყანა ხელს ამ მიმართულებით. ქართველი ხალხი არაჩვეულებრივია, სტუმართმოყვარე. ძალიან მაღალი დონე იყო, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც სჭირდებათ მუშაობა. ვულოცავ ყველა გამარჯვებულს და მადლობას ვუხდი თამარ ლიჩელს, კონკურსის დამფუძნებელს მოწვევისთვის.